გაზეთი სახალხო განათლება 1990 წლის 22 ნოემბერი. ინტერვიუ აღებულია 15 ნოემბერს. ბატონ ზვიად გამსახურდიას გვერდითაა მისი მეუღლე ქალბატონი მანანა არჩვაძე. თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება ბატონო ზვიად, ქალბატონ მანანასაც მივმართავთ რამოდენიმე კითხვით. რა თქმა უნდა შეიძლება. თავდაპირველად ქალბატონი მანანა უარს ამბობს ინტერვიუზე. შემდეგ თან ხვდება. კითხვა: იმას, რაც უკვე ითქვა ჩვენი ცხოვრების გარდამავალ პერიოდზე, ხომ არ დაუმატებდით რასმე? ქართველ ხალხს ამ ეტაპზე, გარდამავალ პერიოდში, ვუსურვებდი ისეთივე გონიერება გამოეჩინოს, როგორც აქამდე. ვუსურვებდი სულიერ სიმშვიდეს, იმას, რომ მიყვეს დღევანდელობას ფეხდაფეხ, რათა ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რომლებიც ზიანს მიაყენებენ სამშობლოს კონსოლიდაციას, ურთიერთგაგებას, ურთიერთთანამშრომლობას. ერთმანეთის პატივცემასა და ერთმანეთის დაფასებას ვუსურვებდი ყველას. ის გამარჯვება, რაც მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს ბლოკს ხვდა წილად, მე ვიტყოდი ქართველმა ხალხმა მოიპოვა. გამარჯვება უნდა დაგვირგვინდეს. ბოლომდე უნდა იქნას მიღწეული პარლამენტის და ქართველი ხალხის სანუკვარი მიზნები. კითხვა: პირადად თქვენი განწყობილება როგორია? განწყობილება ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან სახარბიელოა. ჩვენთვის აქამდე ძალიან დაძაბული ცხოვრება კიდევ უფრო დაიძება. იმდენად მძიმედ, რამდენადაც უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექით. რა თქმა უნდა, ამავე დროს ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, რომ ხალხმა დაგვიფასა წამება და ტანჯვა და დღევანდელ დღეს მოგვასწრო. კითხვა: გუშინ, როცა დადგა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წამი, დავინახე, რომ თქვენ სიხარულის ცრემლი ვერ დამალეთ. იმ წამმა ცრემლი ნამდვილად მომგვარა. ჩემს თვალწინ სწორედ იმ წამს გაიელვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლებიც მე გადავიტანე გუშინდლამდე. მე ბავშვობიდანვე, ისე როგორც ალბათ ყველა ქართველი, განვიცდიდი იმას, რაც ჩემს ირგვლივ, ჩემს ქვეყანაში ხდებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას მეუღლე გავხდი, ჩემთვის კიდევ უფრო ახლობელი გახდა იმპერიის მიერ დაპყრობილი ხალხის ტკივილი, მწუხარება და კიდევ უფრო ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას. დღევანდელი დღის მოლოდინში კი წლებმა ჩაიარა. და ჩემი ცრემლები იყო, როგორც დიდი სიხარულის, ასევე სამწუხაროდ იმ დიდი ტანჯვის გახსენება დღემდე რომ არ დამვიწყნია.